მოგესალმებით ხალხო. დღეს ჩვენი გადაცემა საქართველოს დაბადება 9 წლის ფორმატიდან არის და ჩემი სტუმარი არის ირაკლი მეგრელიშვილი. ადამიანი, რომელიც სტუდენტობის დროიდან იყო კმარას წევრი. შემდეგ იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და ბოლოს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჩვენი დღევანდელი საუბარი ძირითადად შეეხება კმარას საქმიანობას, უნივერსიტეტში ნაცმოძრაობის საქმიანობას, მათ შორის უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის ბატონ რონი მეტრეველის წინააღმდეგ და ასევე ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ახალგაზრდულ საქმეებს და იმ მენეჯმენტს, რომელსაც ბატონი ირაკლი ეწეოდა ნაციონალური მოძრაობის პირობებში. მან გამოსცა წიგნი, პოლიტიკური გაკვეთილები ასე ქვია ამ წიგნს. მე გავეცანი ძალიან ზერილეთ, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ჩემს კითხვებზე გავლენა მოეხდინა, რომ წიგნი თავიდან ბოლომდე წაკითხული ქონოდა, მაგრამ კონტექსტი მესმის დაახლოებით აქ რაც წერია. და ვეცდები რომ თქვენთანაც გადმოვიტანო ეს კონტექსტი. დიდი მადლობა ირაკლი რომ ხარ ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და ინტერესებისთვის. მოდი მე შორიდან დავიწყებ საუბარს. მე მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემი სტუმარი არის ჩემზე ახალგაზრდა. სადებიუტო შემთხვევა, მაშინ დავიწყებ როგორ აღმოჩნდი პოლიტიკაში გახვეული, როგორ აღმოჩნდი კმარაში და ზოგადად რას ნიშნავს ახალგაზრდული პოლიტიკური ორგანიზაცია 90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში უბრალოდ. როგორ აღმოჩნდი ეს დამოკიდებულია იმ გარემოზე, რა გარემოშიდაც ჩვენ გავიზარდეთ. ეს იყო 90-იანი წლები და ჩვენთვის სრულიად განუკითხაობის პერიოდი იყო იმ პერიოდში. მე ბავშვობაში მინდოდა რეჟისორი გამხდარიყავი, ჩამებარებინა თეატრალურში, მაგრამ როგორც ვხედავდი, მაშინ აბსოლუტური განუკითხაობა და მოკლედ გაჭირვება იყო ყველა მიმართულებით, მათ შორის ამ სფეროშიც და იმ განუკითხაობაში, რაც იყო ჩვენს გარშემო ხდებოდა და რა ხდებოდა, რომ ეს იყო ქურდობა, ეს ბესპრიძელი, სულ განუკითხაობა, უშუქობა, უწყლობა, უგაზობა, აბსოლუტურად ჩვენს გარშემო ძალიან რთული ვითარება იყო. გავიზარდე თბილისში ერთ-ერთ ისეთ სტანდარტულ უბანში, სადაც მეზობლებს ერთმანეთთან დამჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ სხვა ამის გარდა ფაქტიურად არაფერი არ იყო, ხო? აი ესეთ გარემოში, როდესაც გაიზრდებიან ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ბრაზი აქვთ იმის, რომ ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის დამნაშავე ვინც არის, იმის მიმართ შური იძიონ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი წავიდნენ და რაღაცას შეცვალონ ქვეყანაში. და როგორც იმ პერიოდში ვაკვირდებოდი, თუ არ შეიცვლებოდა სათავე, არანაირ რეფორმას იმ პერიოდში აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ იცით შევარდნაძე სხვადასხვა გუნდი ყავდა, აბალანსებდა ამ გუნდებს, ზოგი რეფორმისკენ მიისწრაფოდა, ზოგს არ აინტერესებდა რეფორმა, მაგრამ შედეგი ფაქტიურად არაფერი არ იყო ხოლმე და ვთვლიდი, რომ თავარი იყო იმ პერიოდში, რომ შეცვლილიყო შევარდნაძე და ცვლილებები იქიდან დაწყებულიყო. იმ პერიოდში თან არც არსებობდა რაღაც დღეს ახლა უამრავი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უამრავი პოლიტიკური მოძრაობა არის, ახალგაზრდებისთვის უამრავი საშუალება არის თავისი იდეები გამოხატონ. იმ პერიოდში არ იყო არაფერი მსგავსი, გარდა სტუდკავშირებისა, რომელიც ასევე ხელისუფლების და რექტორატის მაგალითად დასაყრდენი იყო. ამიტომ რაღაცა სურვილი ჰქონდა, რომ შექმნილიყო რაღაც ისეთი საპროტესტო მოძრაობა, წინააღმდეგობრივი მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და ესეთი თანამედროვე რაღაც პატრიოტული იდეებზე ესე დაფუძნებული. ამავე დროს გავიხსენებ იმ პერიოდს, რომ იმდენად ნიჰილისტური გარემო იყო ჩემს გარშემო, პოლიტიკაზე საუბარი, ან ქვეყნის პრობლემებზე საუბარი, ან რაღაც პატრიოტულ თემებზე საუბარი სირცხვილი იყო ფაქტიურად, ანუ უბანში, სამეზოლოში, ესეთ რა ახალგაზრდებში ძალიან ტეხავდა, ესე რომ ვთქვათ, რა დროს პატრიოტიზმია, რა დროს პოლიტიკოსები არიან, რაღაცა თითქოს ყველა იბრძოდა იმ დღის თვითგადარჩენისთვის. და ამიტომ, როდესაც ესეთი მოძრაობა დაიწყო და ქუჩაში გაჩნდა წარწერები კმარა, რაღაც ერთმშვენიერ დღეს ღამით წარწერილი, ხო, ამ რაღაცა დიდი ყურადღება მიიქცია ჩემი და ეგრევე ჩავერთე ამ მოძრაობაში, იმიტომ რომ ის გამოხატავდა იმ სულისკვეთებას, რაც იმ პერიოდში ჩვენ ახალგაზრდებს ჰქონდა, რომ ესე იგი კმარა ის ცხოვრება, კმარა ყველაფერი, რაც იმ პერიოდში ცუდი ხდებოდა, კმარა ის ბიუროკრატია, უსამართლობა, განუკითხაობა, პოლიციას არ გავდა, მოსამართლეს არ გავდა და მოკლედ სახელმწიფოს არ გავდა. და ამდენი უსამართლობის ფონზე ეს ყველაფერი თითქოს გვინდოდა რომ დასრულებულიყო და ეს იყო ჩვენი ესე ვთქვათ გამოძახილი, სულის გამოძახილი, რომ ყველაფერი უნდა დაგვესრულებინა. ვინ არიან ამ პერიოდში კმარას ლიდერები და რა მიზანი აქვს ამ ორგანიზაციას და ვისგან ფინანსდება ის? ხო. კმარას ესეთი ერთი ცენტრალიზებული ხელმძღვანელი არ ყავდა, მაგრამ რეალური ხელმძღვანელები იყვნენ
გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი და გიგი უგულავა. მაგრამ ესენი იყვნენ უშუალოდ ამათ ჰქონდათ თავიანთი ორგანიზაციები, თავისუფლების ინსტიტუტი და ალპე, რომელიც დაფინანსებას იღებდა ფონდი ღია საზოგადოებისგან, სოროსის ფონდისგან და შემდეგ ესენი უკვე ხელს უწყობდნენ ახალგაზრდებს რაღაც ატრიბუტიკის და შეძენისთვის, დროშებისთვის, ან რაღაცა ელემენტარული ხელფასი არავის არ ქონია მოძრაობაში იმისთვის, რომ კმარელი ყოფილიყო, ეს აბსოლუტურად იდეაზე დაფუძნებულია, იმიტომ რომ ხა თუ ხელფას გადაუხდი, შეიძლება როგორც კოორდინატორი წამოყვეს სადღაც, მაგრამ მას мотиваცია არასოდეს არ ექნება იმისა, მაგრამ აი ეს სიბრაზეზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, ფინანსების გარეშეც არსებობს და ესეც უნდა იყოს. და თავდაპირველად ამის აღქმა არც ჰქონდა ვინ იყო ხელმძღვანელი ან ორგანიზაცია როგორ იყო და სტუდენტებიდან გამორჩეულები იყვნენ აკო მინაშვილი, თეა თუთფერიძე, გიორგიონიანი, კანდელაკი, ასევე გიორგი კანდელაკი, ლაშა მაკაცარია და ბევრი სხვა ისეთი ნიჭიერი სტუდენტები, გიორგი მელაძეც, რომლებიც მე როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ სხვადასხვა ფლანგებზე გადანაწილდნენ და დღესაც სხვადასხვა ადგილას არიან, ისე რომ მე და ჩემი მეგობრებიც აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავედით, ასე რომ იმ მომენტში ჩვენი ერთად ბრძოლა არ ნიშნავს, რომ დღესაც ყველანი ერთად არიან. კმარას პარალელურად არსებობს ეგრეთ წოდებული სტუდკავშირი, დიახ. რომელიც უნივერსიტეტის ორგანოა, ესე რომ ვთქვათ, და რაღაცნაირად ახალგაზრდებს ხელმძღვანელობს. მე არ ყოფილვარ სტუდკავშირის წევრი, არ მევასებოდა ეს ხალხი, ეს ორგანიზაცია ზოგადად არ მევასებოდა, რაღაცნაირად ცოტა კონკავშირს მაგონებდა და ამიტომ თავი შევიკავე, არ ვიყავი პოლიტიკურად აქტიური სტუდენტი, თქვენგან განსხვავებით. მე მაინტერესებს აი კმარას და სტუდკავშირის ურთიერთობა და შევარდნაძის პერიოდის სტუდკავშირი როგორია? რატომ არ მოგეწონათ მაგალითად ის და იქ რატო არ გაწევრიანდით? რა თქმა უნდა, იქაც იყო შემოთავაზება სტუდკავშირის მიერ, იმიტომ რომ როდესაც მე სტუდენტი გავხდი და დავიწყე აქტიურობა და ვეძებდი, რომ ჩემი თავის რეალიზება სადმე მეხდინა, სტუდკავშირების მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ მოდი ჩვენთან, იმიტომ რომ ძალაუფლება ჩვენ ხელშია, ხელისუფლება მყარია, ოპოზიცია არ ვარგა და ესენი ვინ არიან, მათ აფინანსებთ უცხოეთი და მოდი ჩვენთან, რომ აი ყველაფერს მოგცემთ, რაც შეიძლებოდა, რომ ახალგაზრდისთვის საინტერესო ყოფილიყო. თან იმ პერიოდში იყო ესეთი სისტემა, რომ სალაროდან, უნივერსიტეტის სალაროდან პირდაპირ ნაღდი ფული გაქონდათ ხოლმე, ეს შემდეგ ჩვენ აგვგზავნეთ სტუდენტებს და შემდეგ ამ ფულს ათხარჯავდნენ, როგორ ხარჯავდნენ სტატისტიკად ნაღდი ფული გაქონდათ, ვის გაქონდათ? მაგალითად შეიტანდნენ განცხადებას რაღაცა პროექტისთვის, რა მოიფიქრებდნენ სიტყვას რაღაც პროექტს, ისინი ფულს ნაღდი ფულით აძლევდნენ, იმიტომ რომ მაშინ არც ჩარიცხვები იყო, არც ესეთი საბანკო სისტემა იყო, არც შესყიდვების დეპარტამენტი მუშაობდა წესიერად, შემდეგ ესენი დაწერდნენ ახსნა განმარტებას, სად დაიხარჯა ეს ფული და ჩააბარებდნენ იმას, მაგრამ რეალურად სად იხარჯებოდა ეს ფული არავინ არ იცოდა, რეალურად სტუდკავშირები ამას იყენებდნენ სათავისოდ, ხო? ამიტომ მანქანაც კი იყიდა ერთ-ერთმა მათგანმა მახსოვს და მოკლედ ესეთ კორუფციის რაც იყო ქვეყანაში, კორუფცია სანაცვლოდ აშუქებდნენ ესენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. სანაცვლოდ იყვნენ ამ ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტების მიმართ, რა თქმა უნდა, აგრესიულები, იყო დაპირისპირებები და თუ დაჭირდებოდა აქციები და უშუალოდ იმ აქციებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ბოლოს შევარდნაძის გადადგომის პერიოდი რო დგებოდა, შევარდნაძემ ეს ჯგუფი მაგალითად რაღაც რაოდენობა თავისთანაც მიიწვია და მათ ხარდაჭერა გამოთქვეს და როგორც ხდება ხოლმე, რომ აი ხელისუფლებას თავისი ესე ვთქვათ ხარდამჭერი ჯგუფი ყავს. და თქვენთან ესენი კონფლიქტში არ შემოდიოდნენ? მუდმივ იყო დაპირისპირებები, მაგრამ რაღაცა ფიზიკური დაპირისპირებები იმ პერიოდში ჩვენთან მიმართებაში არ მომხდარა. თუმცა ეს გაწევ-გამოწევი ლაპარაკები დაძაბული ეს ყოველთვის იყო. მე ტკბილი საუბარი რომ გადმოდი ჩვენთან და ესეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო. და მაშინ ვინაა ხელმძღვანელი სტუდკავშირის? სტუდკავშირის ხელმძღვანელი ესე არ მახსოვს, მაგრამ სიგვა და ცაგურია იყვნენ ძირითადად ესე ვთქვათ ხელმძღვანელი პირები, ვაშაკიძე იყო შემდეგ შეიძლება მიშლება რომელიც წარმოადგენდნენ იმას თავმჯდომარე რომელი იყო მოქალაქეთა კავშირის იდეაში ესე წარმოადგენენ მოქალაქეთა კავშირის იმფრთას და ჩვენთან იყო იდეა ესეთი რომ ამ სტუდკავშირის მაგერად რომელიც არ იყო არჩევითი ორგანო უნდა შექმნილიყო მე სტუდენტური თვითმმართველობები და ეს ყოფილიყო არჩევითი ორგანო და ამ სტუდენტებს თავად აერჩიათ სტუდენტები და არა დაუშვათ დანიშნვითი ყოფილიყო არამედ ეს დანიშნვითი იყო სტუდკავშირი მანამდე ვისაც სურვილი ექნებოდა გაწევრიანდებოდა ეს იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია თვითონ შიდა გუნდი
ირჩევდა, შიდა გუნდი ირჩევდა, მაგრამ არ ყოფილა პირდაპირ სტუდენტების მიერ არჩეული, რომელიც მერე სტუდენტურ თვითმმართველობის დროს შევცვალეთ. ჩვენ რომ ანუ თავად სტუდენტები ირჩევდნენ თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში და ისინი რა თქმა უნდა თავმჯდომარეს შემდეგ ირჩევდნენ. ეს განსხვავება იყო და ასევე აიგრძალა ეს სალაროდან პირდაპირ ნაღდი ფულით გატანა და სტუდენტს აღარ უნდა ქონოდა ფულთან უშუალო შეხება. ეს უკვე ვარდების რევოლუციის ეს ვარდების რევოლუცია. მაგრამ მოდი მივიდეთ ნელ-ნელა ვარდების რევოლუციამდე. აი რა ხდება ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში, არჩევნების წინა პერიოდში თუნდაც და ვარდების რევოლუციის დაწყების პარალელურად, აი როდესაც ეს მიტინგები რაღაცა დაიწყო, თქვენი ორგანიზაცია რა შვება? ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა ქსელის გაფართოებაზე და ახალგაზრდების, ესე ვთქვათ, შემოკრებაზე. ჩვენ გქონდა ესე ვთქვათ, რეკრუტის ჯგუფი, რომელიც წევრიც მეც ვიყავით და ახალ წევრებს ვესაუბრებოდით და მაშინ არ არსებობდა ფაქტიურად არც ერთი სფერო, სადაც რაღაცა ჩავარდნა არ იყო. ანუ ადამიანი, რომელიც შეგხვდებოდა და იტყოდა, რომ მე ამ სფეროთი ვარ დაინტერესებული, იმ სფეროზე რომ დაველაპარაკებოდით, არ არსებობდა, რომ პრობლემასთან არ მივსულიყავით და პრობლემა იყო ყოველთვის მთავრობა. ამიტომ ჩვენ ვესაუბრებოდით, რომ ესე იგი თუ გინდა რომ შენ სფეროში რაღაცა მოგვარდეს და მაშინ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. და ამ საუბრებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქსელი ფართოვდებოდა, შემდეგ იყო ტრენინგების პროგრამა, ცხარეჭამიაში ვატარებდით ხოლმე, ვაწყობდით ბანაკებს, იქ მსჯელობდით, როგორი უნდა ყოფილიყო და უშუალოდ თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მომავალი საქართველოს როგორი რეფორმები უნდა გატარებულიყო, სამოქალაქო უფლებები როგორი უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ საინტერესო იყო და ცნობილ ხალხსაც ხვდებოდით ხოლმე, ოღონდ არა პოლიტიკოსებს, არამედ პოლიტიკაში ესე აქტიურად დაინტერესებულ ფიგურებს და ყველა ამ ახალ შეკრულ გუნდს შემდეგ რაღაც აქციას ვატარებდით ხოლმე და რაღაც კონკრეტულ თემაზე. ისე რომ ნელ-ნელა ეს წვეთ-წვეთად ვამზადებდით დიდ აქციას. ანუ მთავარი ის არ იყო რომ აქციისთვის გაგვეკეტარებინა, მთავარი არის რომ ხალხი გამოგვეყვანა ნელ-ნელა გარეთ, შეგვემზადებინა რომ ქუჩის პროტესტით რაღაცა შეიძლება. ვინ ამენეჯმენტებს ამ პროცესს? ვინ არის ის? ყველანი ეს ვინც ჩამოთვალე, ეს ახალგაზრდები, ყველანი ეს. ხო, მაგრამ აი ცენტრალური ხელმძღვანელობა მაგალითად მიშა სააკაშვილს რა როლი აქვს ამ პარასაქმიანობაში? მინიმალური მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მხარდაჭერა მისგან იყო და ჟვანიასგან იყო, მაინც ჩარევით ესე აქტიურად ნაკლებად ერეოდა. მე ვიცი რომ შეხვედრილი იყვნენ მე იმ პერიოდში არ შეხვედრილი ვარ, მაგრამ შემდეგ საერთო შეხვედრაზე რევოლუციის წინა პერიოდში კი მოვიდა და მქონდა რაღაც შეხება, მაგრამ ესე რაღაც აქტიურად ყოფილიყო ჩართული ან რაღაცა ეკონტროლებინა, ესე არ ხდებოდა. უფრო კოორდინაციას ვინც უწევდა, ეს იყო გიგი უგულავა და გიგა ბოკერია. მაგრამ ეს დიდებიდან, მაგრამ ჩვენ მაინც ახალგაზრდები რახან ვიყავით, ჩვენი ინტერესები ქონდა, ჩვენი პოლიტიკა ქონდა და ამაში ვიც ჩამოთვალე სტუდენტები, ძირითადად აკომინაშვილი და დანარჩენები იყვნენ. თუმცა ხო, მე უკვე წავიდა თეატუთფერიძე ძალიან აქტიურობდა ისე რომ ზედმეტადაც და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი მის გამო თავს იკავებდა კმარაში გაწევრიანებაზე. თავს და ბოლოს ისე მოხდა რომ ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში მე ფაქტიურად უნივერსიტეტში მიჭირდა მუშაობა იმის გამო რომ ყველა სტუდენტთან ვისთან მივდიოდი, ყველა ამბობდა რომ აი თეატრი უყავთ იქ, მე თეატრთან არ დავდგები. იმდენად ჰიპერაქტიული იყო და იმდენად ესეთი კონფრონტაციული ტიპი იყო, თუმცა ძალიან ბევრს ისეთ რაღაცას აკეთებდა, რასაც სხვა ვერ შეძლებდა რომ გაეკეთებინა და მისი როლი დიდი იყო. თუმცა არ ყოფილა არც რაღაცა ლიდერი ერთპიროვნული ან რაღაცა ავტორიტეტი ფართო მასებისთვის იქ. მაგრამ საკმაოდ ჰიპერაქტიული იყო. ამიტომ რო შევხედე რომ კმარა ფაქტიურად დემონიზირდა და ამაში ხელისუფლება რა თქმა უნდა ხელს უწყობდა რომ იცით ეხაც ხდება ხოლმე რომ აი ვიღაცას მოძრაობიდან გამოიკვეთება ყველაზე ესე ვთქვათ სუსტი რგოლი რომელიც მიმართაც მიდის ნეგატიური კამპანია და ესეთი კამპანია იყო თეას წინააღმდეგ და ამიტომ უნივერსიტეტში შევქმნი სტუდენტთა დაუმორჩილებლობა. და ამ ვარდების რევოლუციის პერიოდში სტუდენტების ორგანიზებას უკვე ვახდენდი სტუდენტური დაუმორჩილებლობის ეგიდით და არა კმარას ეგიდით. და 22 ნოემბერს ფიციც კი დავდეთ უნივერსიტეტის წინ რომ შევიკრიბეთ, რომ ძალიან ბევრი იყო, გადაიჭედა პირველი კორპუსის ეზო და იქ დავდეთ ფიცი, რომ სანამ შევარნაძე არ გადადგებოდა, არ დავიშლებოდით იმ აქცენტს 22, მაგრამ გაგვიმართლა და 23-ში გადადგა უკვე შევარნაძე. ვარდების რევოლუციის მერე რა იცვლება უნივერსიტეტში? ვარდების რევოლუციის მერე პირველი რაც გვინდოდა რომ შეცვლილიყო ეს იყო რექტორი. იმიტომ რომ ის იყო ხელისუფლების დასაყრდენი და თუ ჩვენ უნივერსიტეტში გვინდოდა რეფორმების გატარება, იმ რექტორატის პირობებში ვერ შევძლებდით, ხო? მახსოვს სოზარ სუბარი შემოვიდა და ისიც რა თქმა უნდა ჩვენთან იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ამ ყველაფრის და აბა რა ვშვებით რექტორს არ მივადგეთო და დანარჩენებიც აყვნენ, აბა როგორ არის რევოლუციურ ტალღაზე ვიყავით, ახლა შევარდნაძე გადავაყენეთ, რექტორი ვიღას უნდა დავეყენეთ და მუხრუჭებინეთ, ხო? და
რექტორის წინააღმდეგ მანამდე იყო აღძრული კვარელების მიერ საჩივრები სასამართლოში, რომ ის ჩაწყობას ახდენდა და გამოცდების ქთამებს იღებდა და ამ თემებზე, მაგრამ სასამართლო იცით, რომ ძალიან გაიწალებოდა და ამიტომ ჩვენ რევოლუციურ ტალღაზე გვინდოდა რომ რაღაც ეს ყველაფერი მალე მოგვემთავრებინა და ესე ვთქვათ, რაღაცა პატარა ჯგუფი აღარც დაველოდეთ, არც ბევრი ხალხი შეკრებას არაფერი, მივედით და ნუ მე იქ არ ამიტეხი ამბავი, მაგრამ დანარჩენმა ყველამ დიდი ამბავი ატეხა, ისე რომ რექტორს თხოვდით დაუყოვნებლივ გადადგა. რას ნიშნავს ამბავი ატეხა? ყვირილი რომ მათ მეკთამე ხარ, აწყობ ახალგაზრდებს მომავალს უკლა, რაც რეალურად ეგრე იყო რა. და ამიტომ მას არ ქონდა უფლება რომ დარჩენილიყო რექტორის თანამდებობაზე და ეს რექტორის კაბინეტში ხდება? რექტორის კაბინეტში ხდება, კი, და ამას დიდი სკანდალი მოყვა. და მან თქვა რომ კი ბატონო ისი ფიქრებდა გადადგომაზე და მართლაც ასე ფიქრობდა, მაგრამ შემდეგ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ მას მხარი დაუჭირა ნუგზარ ფოფხაძემ, რომელიც იყო ჟურნალისტების ფაკულტეტის დეკანი. და ნუგზარ ფოფხაძე იყო ის ადამიანი, ხარ შეგახსენოთ, კი იცით ხო, მოკლედ ძველი კომუნისტი, რომელმაც 9 აპრილის, რომელიც გამოიყენეს მე ესე ვიტყვი რუსებმა იმისთვის, რომ რაღაცა ლეგიტიმაცია ჰქონოდა 9 აპრილის დარბევას, რომ თითქოს ქართველებიც ითხოვენ ამ აქციების ესე ვთქვათ დაშლას. ხო, ამისთვის გამოიყენეს და საკმაოდ კეთილი განწყობილი იყო სტუდენტებში, ყველას ხელს უწყობდა, ყველას ეფერებოდა, თან ძირითადად გოგოები სწავლობდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ყველა მამას ეძახდა ლამის და ყველას უყვარდა ეს და ისიც გადადგა როინ მეტრეველის ესე ვთქვათ თანაგზნობის გამო და ამას უყვა დიდი პირიქით უკვე კონტრპროტესტი ჩვენს წინააღმდეგ. სტუდენტები გამოვიდნენ, ტირილი დაიწყეს, ჩვენი დეკანი რატომ იდის, ხარში დაუდგებით მას, ამას აყვნენ მერე სტუდკავშირელები, ამას აყვნენ მერე უკვე მოქალაქეთა კავშირის სხვა ახალგაზრდულის წევრები და ისე მოხდა, რომ ჩვენამ დაუფიქრებელ ნაბიჯს, ესე ვთქვათ, მოყვა ლამის კონტრრევოლუცია, გაივსო ისე პირველი კორპუსი, ოღონდ ჩვენ საწინააღმდეგოდ კვანრელებს გვემუქრებოდნენ, რომ აქამოსლები არ დაგინახოთ და აქ ხოცავთ ყველას და მოკლედ ძალიან სერიოზული დაპირისპირებები წავიდა და როინ მეტრეველმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ამ გადაპირისპირებაში. ეხლა რა თქმა უნდა, მას დაბრალდებოდა ყველაფერი და დაამშვიდა თავისიანები და თქვა რომ ის წავიდოდა და არ გაამწვავებდა სიტუაციას და მართლაც ესე მოხდა მშვიდად კვლად. და ამ დროს მიშას როლი რა არის ამაში? ახლა მე ჭვიმეპარება რომ მარტო თქვენი შევარდნის გამო გადამდგარიყო რომ ხო ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რა თქმა უნდა, ეხლა მიშას თავისას ალბათ რაღაცებს იზავდა კულუარებიდან, მაგრამ ეს ხდებოდა პირველ-მეორე დღეებში რევოლუციის. თქვენ ვინ გამენეჯმენტებდათ ამ პროცესში, როინ მეტრეველის წინააღმდეგ და ნუგზარ ფოფხაძეს წინააღმდეგ, ვინ იყო ის, ვინც ახალგაზრდებს ამენეჯმენტებს? თხადი ახლა გასაგებია იქ რაღაცა ქაოტურად თავისითაც ხდება, მაგრამ ზოგადი მენეჯმენტი ყველა ვარიანტს ჭირდება ამას და აი ის ვინ ხელმძღვანელობს ამ კამპანიას? როგორც გითხარი, ვინც ვიყავით ესენი, ის არაფერი სხვა ანუ გიგი უგულავას და ბოკერიას გარდა და სოზარ სუბალი იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში აქტიურად ჩართული და ჩვენ ეს დანარჩენი ახალგაზრდები, ანუ ახალგაზრდები ზოგადად ისეთებიც არიან, რომ დიდად მართვა არ სიამოვნებთ ხოლმე თავის თავზე ბევრ ამას იღებენ და ესეც ვიყავით რა, სტუდენტი როცა ხარ და ახალგაზრდა როცა ხარ, გონია რომ თევზს გადადგავ და შესაბამისად ბევრ რაღაცა შენ თავზე იღებ. ხო, ამიტომ ერთ-ერთი გაკვეთილი ესეც არის ამ წიგნიდან, რომ ჯობია რაღაცები დაფიქრდე და ესე დაუფიქრებლად ესეთი შევარდნები და რაღაცა გადაგდებები ესე მარტივად არ ხდება და ცოტა სიფრთხილე გმართავს. კაი, დავუშვათ წავიდა როინ მეტრეველი. დარჩით თქვენ გამარჯვებული სტუდენტები. და ასევე ჯერჯერობით დარჩენილია ეგრეთ წოდებული სტუდკავშირი. ხო, მე მაინტერესებს ეს სტუდკავშირის ხალხი დარჩენილი როინ მეტრეველის გარეშე. დამარცხებული პოლიტიკური მხარდამჭერებით და ძალაუფლებით და ასე შემდეგ. და თქვენ გამარჯვებული სტუდენტები. აი ერთმანეთთან რა ტიპის ურთიერთობა გიყალიბდებათ და იმათი როლი როგორ განისაზღვრება და თქვენი როლი როგორ განისაზღვრება ახალ კონსტრუქციაში? ამის მიუხედავად ისინი ფარხმალს არ ყდიდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. იმ პერიოდში მე დანიშნეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ქალბატონი რუსუნანი, მე გვარი არ მახსოვს, ამბობდნენ რომ გიული ალასანიას დაქალი იყო თითქოს, რომელიც ფაქტიურად ვერ გაერკვა არსებულ სიტუაციაში. სახელებიც კი ვერ დაიმახსოვრავეს თანამშრომლებს, ძალიან სუსტი ფიგურა გამოდგა და მალევე შეცვალეს გიორგი ხუბუათი, რომელიც იყო პატიოსნებით გამორჩეული კაცი და მის ფარგლებში მოკლედ უნდა ჩატარებულიყო რეფორმები, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარებულიყო შემდეგ არჩევნები რექტორის და აი რექტორის არჩევნების პროცესში ის გუნდი, რომელიც მანამდე შევარდნაძეს მხარს უჭერდა, აქტიურად დაუპირისპირდა გიორგი ხუბუას და ამ რეფორმების სისტემას, დაიწყეს შიმშილობებიც, გიორგი მიხეილ ქურდიანი იყო მათი კანდიდატი, რექტორობის კანდიდატი, ასევე საკმაოდ ცნობილი პროფესორი იყო. და აი ეს აქტივი სუსტად მათ უჭერდან მხარს, ყავდათ რაღაც გარკვეული ქუჩის ელემენტები და ამ
დაპირისპირებაში იქამდეც მივიდა საქმე, რომ ჩხუბში გადაიზარდა, მე ერთი ჩემი მეგობარი დაჭრეს და ამის გამოყენებას რაც მე დარწმუნებული ვარ შეეცდებოდა ხელისუფლება, რომ ჩვენი ხელით დაეჭირა ეს სტუდენტი დაჭრეს ასტიშნავს. ამ კონფლიქტის ნიადაგზე. კონფლიქტის ნიადაგში ხო ჩხუბი რომ მოხდა, კი, ხო დანით კისრის არეში თუ თავის არეში მოხდა ჩემ მეგობარს, ხა არ მინდა არც ახალ გვარებს ხსენებო, იმიტომ რომ იმ პერიოდშიც როდესაც დაგვიჭირეს ჩვენ პოლიციელებმა, დაგვიჭირეს, რაც მივხვდი რომ ჩვენ გამოგვიყენებდნენ საჩივრები რომ დაგვეწერა მათ წინააღმდეგ და ამ სტუდენტებს დაიჭერდნენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ გვინდოდა მესმის ეხა შეიძლება ისეთ რაღაცას ვამბობ, მაგრამ გამოვიდოდა რომ ესე იგი ჩვენი სტუდენტების ხელით მოიშორეს რაღაცა მეორე სტუდენტური ჯგუფი. და ჩვენ არც ერთმა მათგანმა ხელი არ დავადეთ ამ სტუდენტებს, თუმცა რა თქმა უნდა ვიცი ვინც იყო და რატომღაც ჩათვალა ერთ-ერთმა სტუდკავშირელმა და რომ მაინც მას დავადებდით ხელს, იმიტომ და ქვეყანა წავიდა მთელი 10 წელი საქართველოში არ ჩამოსულა შემდეგ და შემდეგ კი დაუმეგობრდა ჯერ მიშას ქართული ოცნების ხელისუფლებაში იყო, როდესაც შეიცვალა მთავრობა და შემდეგ მიხეილ სააკაშვილს დაუმეგობრდა ძალიან ეს ადამიანი. მაგრამ მას ნამდვილად არ მიუძღვის დაჭრაში მონაწილეობა, მაგრამ იმ ჩხუბში და კონფლიქტში და ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ის იყო და ამის გამო წავიდა ქვეყნიდან მოუწია, ქვეყნიდან წასვლა. თუმცა განვითარდა იქ ძალიან მიჭიერი ადამიანია. სიგუაზე გული ამბობთ ახლა თქვენ 10 წელი ბევრი არ იყო წასული. იცით ამ აინტერესებს ამ პერიპეტიებს მოყვება უნივერსიტეტიდან უამრავი ადამიანის გაშვება. მათ შორის რეფორმის ფარგლებში ბევრი ლექტორი მიდის უნივერსიტეტიდან. ეს ჩემს ფაკულტეტზეც იყო, იურიდიულ ფაკულტეტზე მე უკვე აღარა ვარ უნივერსიტეტის სტუდენტი, ამიტომ ამ პროცესებში არ მონაწილეობ იმ გაგებით რომ ჩემ პერიოდი არ არის, სხვა პერიოდია, მაგრამ უამრავი ხალხი მიდის და აი ამ ხალხის გაშვების პროცესს როგორ უყურებთ და ეს ხალხი ვინც ამდენი ხალხი გაუშვეს, მაგალითად თქვენც ფიქრობდით რომ ყველა მათგანი გასაშვები იყო თუ თქვენ ამაზე არ ფიქრობდით იმ დროს თქვენ ფიქრობდი რა თქმა უნდა რომ ყველა გასაშვები იყო ვინც წავიდა, იმიტომ რომ ჩვენ ქონდა ძალიან დიდი ბრასი. მე ხა როდესაც ჩავაბარე უნივერსიტეტში მაგალითად ჩემს მე სადაც წერდი და თავზე მადგაზე და მხედველი რომ რაღაც არ გადამეწერა და არ მჭირდებოდა გადაწერა, რა თქმა უნდა მომზადებული ვიყავი, ჩემს გვერდით ბევრი იყო ისეთი ვინც იწერდა ჩვეულებრივად და მას არავინ არაფერს არ ეუბნებოდა. ამიტომ კორუფცია ძალიან მოდებული იყო უნივერსიტეტში და პროფესორ მასწავლებლების შეიძლება ითქვას ზოგის შემოსავლის წყარო ესეც იყო. უფრო პროფესორ მასწავლებლები ბევრი მაინც პატიოსნები იყვნენ, მაგრამ აი ადმინისტრაცია, დეკანატები, რექტორთან დაახლოებული პირები ესენი იყვნენ, ვინც ძირითადად ამ ექთამომეობაში იყო ჩართული. ამიტომ იმ პროცესში ხა თუ ვინმე წავიდა უსამართლოდ და შეიძლება მართლაც ასეთი ბევრი იყო, ეს აღქმა არ მქონია, რომ ვინმე შეიძლებოდა დაჩაგროლიყო და რეფორმა ძირითადად ვინც გაატარა უნივერსიტეტში ეს იყო დათო კერესელიძე, დათო აფრასიძე, რომელიც მერე წამყვანიც იყო და საკმაოდ დიდი რეფორმები გაატარეს მათ, ეს კორუფციაც აბსოლუტურად აღმოფხრეს, მაგალითად ახლა ჩვენი 65 სტუდენტიდან, ვინც ვისაც ჩაბარებული ქონდა 2002 წელს რეფორმები რო გატარდა და გაამკაცრეს სწავლა და მოთხოვნა, ხოლოდ რაღაცა 20-მდე სტუდენტმა დავამთავრეთ ეს მიმართულება. შემდეგ ამას ვამბობ, რომ მოკლედ, როდესაც ჩაიკეტა ყველანაირი ბარიერი კორუფციის და გადავიდა სამართლიან სისტემაზე, სწავლაც ძალიან გაამკაცრდა და გადავედით ბოლონიის სისტემაზე, შევერთდით ევროპულ სივრცეს, შემოიღეს გრანტები, შემოიღეს 1000 კვლევა და მოკლედ ამ კუთხით ძალიან დიდი რეფორმები გატარდა უნივერსიტეტის შესაბამისად ვთვლიდით, რომ სწორ გზაზე ვიყავით და სწორი რეფორმები ტარდებოდა. სტუდკავშირის გარდაქმნა ამ პერიოდში ხდება თვითმართველობებად. აი ეგ რა პროცესია, ეგ პროცესი როგორ მიმდინარეობს და რა განსხვავებაა პრაქტიკულად მათ შორის, გარდა იმისა, რომ ერთი შევარდნაძის იყო და მეორე სააკაშვილის. ძირითადი განსხვავება რაც უნდა ყოფილიყო ჩვენი აზრით ეს იყო, რომ ეს უნდა გამხდარიყო სტუდენტური თვითმმართველობები უნდა ყოფილიყო არჩევითი პირდაპირ სტუდენტების მიერ. ანუ მანამდე სტუდკავშირი შეიძლებოდა რომ გაწევრიანებულიყავი და თუ მხარდაჭერი იყავი უბრალოდ იმ გუნდის, იქნებოდი მათთან ერთად და ჩვეულებრივად ისარგებლებდი ყველა იმ პრივილეგიით. აქ უკვე ჩვენ რაც შემოვიღეთ, ეს იყო რომ ამას უნდა ქონოდა არჩევითი სახე და უნდა ქონოდა რაღაც გარკვეული დაფინანსება, ოღონდ დაფინანსებასთან სტუდენტებს არ უნდა ქონოდათ შეხება. ანუ სტუდენტები წერდნენ პროექტებს, შექონდათ ადმინისტრაციაში და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. ამა თუ იმ ხა ეგეც წინაც იგივე არ იყო, წინათაც სტუდენტები მიდიოდნენ, წერდნენ რაღაც პროექტებს და შევარდნაძეს თანხა. გაქონდათ თანხა და აქაც ურიცხავდნენ სავარაუდოდ ვიღაცას. თანხას კი არ ურიცხავდნენ, აქ პირდაპირ აი მაგალითად მე მჭირდება მედლები, ბურთი, დაუშვა
უშუალოდ რაღაცა ატრიბუტიკა ხო პირდაპირ ვისაც ეს აქვს ეს ტექნიკური საშუალებები იმასთან მიდიოდა შესყუები და იქიდან მოჰქონდა. ანუ ამ სტუდენტს აღარ ჰქონდა საშუალება რომ ჩართულიყო რამე ამ ვაჭრობის პროცესში და ამით რაღაცა ხეირი ჰქონოდა. ეს მოვსპეთ. და ამ სტუდენტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა რომ მონაწილეობა მიეღოთ აკადემიურ საბჭოს არჩევნებში, ირჩევდნენ იმ აკადემიურ პერსონალს, რომლებსაც უნდა აერჩიათ შემდეგ რექტორი. დიდი უფლებები ჰქონდათ, მოკლედ მიცემული, მაგრამ ამ უფლებების განხორციელება ძალიან გაგვიჭირდა. მთელი 6 თვე მახსოვს ადმინისტრაციას და მათ შორის გიორგი ხუბუასაც და მის ახალ ადმინისტრაციასაც ძალიან უჭირდა სტუდენტების აზრის მოსმენა. იმდენად იყო ყველა შეგვებული რომ სტუდენტს არაფერი არ ეკითხება, რომ ამის გადმოტრიალება რომ აი სტუდენტის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და აბა სტუდენტები რას გვეტყვენ, რას გვირჩევენ, აი ეს რომ დანერგილიყო ეს ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მაინც მოხერხდა მე ესე ვფიქრობ. პოლიტიკური დავალება რა აქვს ამ დროს თვითმმართველობას? აი მაგალითად რა პოლიტიკური დავალება ქონდა განსხვავებული ადრე სტუდკავშირს და ეს პოლიტიკური დავალება როგორ დაკორექტირდა? იმიტომ პოლიტიკური დავალება ორივეს რო ქონდა ფაქტია. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ რომ უნივერსიტეტში როდესაც ტარდებოდა პირველი სტუდენტური თვითმმართველობა დიდი საზოგადოებრივი ყურადღება იყო. რაღაცა ამას ქონდა რაღაცა თითქოს რომელიღაცა ქალაქში რომ მერის არჩევნები ჩატარდეს დაახლოებით ესეთი ყურადღების ცენტრში იყო იმ პერიოდში. ყველა ჟურნალისტს საინტერესებდა, ყველა პოლიტიკოს საინტერესებდა და ყველა ცდილობდა რაღაცა თავისი გავლენის სფეროები ყოლოდა ამ სტუდენტურ თვითმმართველობაში. იმიტომ რომ ესე იყო აღქმული ყოველთვის რომ ვინც თესეოს სტუდენტებს აკონტროლებს და იქ რაღაცა შეუძლია, ის მე ამ პროცესებით ყოველთვის ივაჭრებს და ან რაღაც აქციებს მოაწყობინებს, ან რაღაცა ამდაგვარი. ანუ ჩემი გუნდი და ჩემი ინტერესი ეს იყო რომ ამ პოლიტიკისგან დაცლილი ყოფილიყავით. თუმცა იმ პერიოდში ნაციონალურ მოძრაობას თავისი გუნდი ყავდა და მე მათ წინააღმდეგ აღმოჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ერთი იდეისთვის ვიბრძოდით თავიდან, ისე მოხდა, რომ დაპირისპირებულები ვიყავით და საკმაოდ რეიტინგული იყო ჩემი ორგანიზაცია, კვლევებით პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ არჩევნებზე მეორე ადგილზე გავედი. მაგრამ ესე ვთქვათ 50% არავის მონაწილეობდი შენ თვითების არჩევნებში? შევქმნი მე როდესაც კმარადან წამოვედი და რევოლუცია რომ მოხდა, რაღაცა მინდოდა რომ პროცესებში რაღაცით მიმეღო მონაწილეობა და ამიტომ შევქმნი სტუდენტური კლუბი, რომელიც თავის სახელიდანაც გამომდინარე უნდა ყოფილიყო სტუდკავშირის ალტერნატივა. თანამედროვე სახელით, თანამედროვე რაღაც იდეებით და ახალი ესე ვთქვათ მენეჯმენტით და ამ სტუდენტურმა კლუბმა მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პირველ რეიტინგზე იყო და სადარ დავდიოდი რომ სპონსორები მომეძიებინა, რაღაცა ღონისძიებები ჩამეტარებიდან და უამრავ ღონისძიებას ვატარებდი უნივერსიტეტში და ამით საკმაოდ ესე ვთქვათ რეიტინგული ვიყავი და მოულოდნელად გამოჩნდა სტუდენტური ესე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის მეორე ფრთა, რომელმაც გამოთქვა სურვილი და სტუდენტური თვითმმართველობა არა შენ, არამედ ჩვენ უნდა ჩავი. ეს მეორე ფრთა ვინ არის? და ვინ გასის უკან? იმ პერიოდში და დღესაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ლადო ვარძელაშვილთან, ის კურირებდა ახალგაზრდულ ფრთას და გიორგი ავალიანი იყო მათი კანდიდატი. მასთან არ მქონია იმ პერიოდში ურთიერთობა, მაგრამ არც მტრობა არ მქონია და მხოლოდ კარგი ესე შორიდან დამოკიდებულება მქონდა და არჩევნები რო ჩატარდა და მეორე ადგილზე გავედით, მივხვდით, რომ ვერც ერთი ერთმანეთის გარეშე ვერ დავაკომპლექტებდით ამ თვითმმართველობას. ჩვენს გარდა ასევე იყო ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტები, მაგალითად ცოტნე ზურაბიანი, რომელიც შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატი იყო, მურმან პატარაია, მიხეილ მესხი, მიშა მესხი და მოკლედ მათ ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ. და ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პირველობისთვის ამბიცია დამეთმო და მე და გიორგი ავალიანს გავუკეთებინა ერთგვარი კოალიცია და ამ კოალიციით მოკლედ შეგვეწყო ხელი რეფორმების გატარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავიშლებოდით, მოკლედ ხელს ეს სტუდენტურ თვითმმართველობას სხვები ჩაიგდებდნენ ხელში და ამ რეფორმებსაც, რომელიც ჩვენ გვინდოდა რომ გატარებულიყო, აღარ გატარდებოდა. ამიტომ ჩვენ ესეთ კოალიციურად გავაერთიანეთ ეს გუნდი და ესე გავაგზავნეთ მუშაობა. ეს ძველი სტუდკავშირის ხალხი სად არის ამ დროს? ესენი წავიდნენ. უკვე ჩამოშორებულები არიან ის ძველები, ყველანი ჩამოშორდნენ და ახლები ვინც გარშემო ჩამოშორდნენ, იმიტომ რომ უნივერსიტეტი დაამთავრეს თუ ჩამოშორდნენ, იმიტომ რომ თქვენ გავუშვით. კი, ბევრმა დაამთავრა, მაგრამ აი ეს ბოლო პერიპეტიები რაც იყო ეს დაპირისპირებები, იმის შემდეგ დანარჩენებიც ყველანი შეეშვნენ რა. და ნაწილი მათ შორის ლადო ვარძელაშვილთან და იმასთან, რა ქვია, ავალიანთან იდგა გვერდში, მაგალითად გიორგი ვაშაკიძე, რატი ბრეგაძე, რომელიც შემდეგ მინისტრი გახდა, ესენი ავალიანს მხარს უჭერდნენ.
და რეალურად მათაც ჰქონდათ სურვილი თვითმმართველობაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ისე მოხდა რომ გაიწელა, თვითონ დაამთავრეს უნივერსიტეტი და ვეღარ მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ ხელი შეუწყეს იმდენად დავალიანის ორგანიზაციას, რომ საკმაოდ ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, შემდეგ ხა პარტია დაეხმარა თავისთავად და რაში გამოიხატება პარტიის დახმარება და მაგალითად რას ნიშნავს ძლიერი ორგანიზაცია სტუდენტების, აი რას აკეთებს? პირველ რიგში აქტივს და მხარდაჭერებს, რომელთაც ახერხებს შენ რომ მობილიზება გაუწიო სტუდენტებს რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მაგალითად შემდეგ მივხვდი ესეთი ტექნიკა გამოიყენეს, რომ აი დავუშვათ საარჩევნო უბანია ხო? საარჩევნო უბანთან დგებოდა ხელოვნური რიგები და როდესაც მიდის ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტი ან ჩვენი მხარდაჭერი, ამ რიგებში ფაქტიურად აღარ დგება, მაგრამ როდესაც მიდის მათი მხარდაჭერი, ცნობენ შეყავთ ის ურიგოთ და ის ხმას აძლევს, ხო? აი რაღაცა ესეთი ტექნოლოგიებით, რომელიც ესე პირდაპირ რაღაცა კანონის დარღვევა არ იყო, მაგრამ манипуляცია იყო, რომელსაც თუ მიხვდებოდი, შეგეძლო რომ ჩაგეშალა, მაგრამ თუ ვერ მიხვდებოდი, ეს გაუვიდოდათ და ეს ვაპატიე ესე მე ისე დავმეგობრდით, რომ ვაპატიე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. და იცი რა მაინტერესებს რომ შენ კითხი განსხვავება რა იყო დაკვეთაო და როდესაც ეს სანამ გავერთიანდებოდით ჩვენ კოალიციაში შევქმნით, ჩემი პირობა იყო ავალიანთან რომ არანაირი პარტიული ინტერესები არ უნდა გატარებულიყო უნივერსიტეტში ნაციონალური მოძრაობის, ანუ უნდა გვეფიქრა მარტო საუნივერსიტეტო რეფორმებზე. დამთანხმდა გიორგი ავალიანი ამაზე და ჩვენ შევხვდით მაშინ პარტიის ხელმძღვანელობას და მათგან პირდაპირ ეგეთი თანხმობაც მივიღეთ და გარანტია რომ ისინი არ ჩაერეოდნენ სტუდენტური თვითმმართველობების რაღაც საქმეებში და მათი სურვილი იყო რომ ჩვენ ყოფილიყავით ნეიტრალური და სუფთა ტიპები. ანუ მათ არ ჭირდებოდათ ადვოკატები ჩვენი სახით. და ვერ გაიხსენებთ ერთეთ ფაქტს, რომ ჩვენ რაღაცა გამოსულიყავით ნაციონალური მოძრაობის სახელით, სანამ სტუდენტურ თვითმმართველობაში ვიყავით. და რაღაცები გაგვემართლებინა, გაგვეთეთრებინა რაღაც თემა ისეთი, რაც მაშინ ჩვენ არ მოგწონდა, რაც ობიექტურად შეიძლება და ცუდი ყოფილიყო, ხო? ამიტომ ჩვენ დისტანციას ვცდილობდით დაგვეკავებინა ამ პოლიტიკური პარტიული რაღაც დაპირისპირებებისგან. მაგრამ მე ისე მოხდა, რომ 7 ნოემბერი მოხდა, 7 ნოემბრის მერე მე წავედი სტუდენტური თვითმმართველობიდან, რაღაც მომენტში გული ამიცრუდა, რომ ესეთი რაღაც სასტიკი თუმცა 7 ნოემბრამდე უსამართლობები ყოფილა, მათ შორის ბევრი ადამიანების დაჭერები, ნულოვანი ტოლერანტობა. ამასთან დაკავშირებით უნივერსიტეტში რა აზრი პრევალირებს? პროცესში რო ხარ ჩართული, შენ საქმეს აკეთებ და ფიქრობ, რომ შენსავით მუშაობს ყველა. ეხა იმას ვერაცნობიერებ, რომ შენ საქმეში ხარ პატიოსანი, ვიღაცა შეიძლება ჯურღუნაში ვიღაცებს აწამებდეს და რაღაც არანორმალურად იქცეოდეს, ხო? ამას ვერაცნობიერებ იმ მომენტში, ამიტომ საჭირო რაღაც მომენტში განზე გადგე და ობიექტურად შეაფასო ეს სიტუაცია. და როდესაც 7 ნოემბერი მოხდა და გავდექი, მე კი შევაფასე, მაგრამ იმ პერიოდში ალტერნატივასაც ვერ ხედავდი უკეთეს, იმიტომ რომ ალტერნატივა იყო ბადრი პატარკაციშვილი და გაჩეჩილაძეები, ძმები გაჩეჩილაძეები, სხვა ალტერნატივა არ იყო და ვთვლიდი რომ ეს კიდე უარესი იქნებოდა ქვეყნისთვის და ჩვენ სააკაშვილთანაც ჰქონდა მე შეხება და ფაქტიურად მეორე შანსი ჩვენი მხრიდანაც ჰქონდა და საზოგადოებასთანაც ჰქონდა. მით უმეტეს ჩვენ მოლოდინი ჰქონდა რომ იმ რეფორმების ფონზე და შეცდომების მიუხედავად სააკაშვილი იქნებოდა ის ფიგურა, ვინც ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენდა და პირდაპირ დაპირებების ზუსტად ეს იყო და ჩვენი მთავარი мотиваციაც ეს იყო რომ ჩვენ მასში ვხედავდით იმ ლიდერს, ვინც ქვეყანას ამ კუთხით ტერიტორიულ მთლიანობას აღუდგენდა. უნივერსიტეტში რა იცვლება აი 2002-დან 2007 წლამდე? რა იცვლება უნივერსიტეტში არ დადებითისკენ და რა იცვლება უარყოფითისკენ შენი დაგვირვებით? რაც თქვი ეს რეფორმები, რომელმაც გადაიყვანა და ევროპულ სტანდარტებზე გადაიყვანა უნივერსიტეტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები იყო, კორუფცია აღმოიფხვრა თავიდან ბოლომდე. და ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო ის, რომ ბევრმა ალბათ თავის რეალიზება ვეღარ მოახდინა ამ უნივერსიტეტში და ის ფონი რითაც რეფორმები ტარდებოდა, იმიტომ რომ პოლიციაც ეხმარებოდა ზოგჯერ იმდენად ძლიერი იყო საპროტესტო აქციები ახალი რეფორმების წინააღმდეგ. თუმცა ჩემთვის იმ პერიოდში გაუგებარი, იმიტომ რომ მაგალითად ერთი რეალური კრიტიკის საფუძველი რაც ჰქონდათ, ეს იყო რომ ასაკი შეზღუდეს პროფესორები 65 წლამდე. და ვეთანხმებოდი რომ არ უნდა შეეზღუდათ 65 წლამდე, მაგრამ ამის გარდა რეალური მიზეზი არაფერი არ იყო. იყო ყველაფერი პოლიტიკური დაკვეთა ოპოზიციის მხრიდან, რომ სიტუაცია არეულიყო და რეფორმებისთვის ხელი შეეშალათ, მაგრამ ცუდი რა იყო იმ რეფორმებში, ეხლა ბევრი საზოგადოებისთვის პატივცემული პროფესორის გაშვება, ეგ აღნიშნე, რომ იმ პერიოდში მაგას ვერ ხედავდით. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ ბევრმა თავის რეალიზება ვეღარ მოახდინა მათ. თორე სხვა მხრივ შეიძლება ეს თქვა მაგალითად, რომ თვითმმართველობები
აი მაგალითად თვითმმართველობასაც თქვენ ქმნიდით საბოლოო ჯამში თუნდაც თქვენს პერიოდშიც კი ახ დღევანდელს ცალკე შევეხოთ დღევანდელი არ ვიცი უბრალოდ და შეიძლება თქვენც არ იცით მაგრამ არ მგონია რომ სადაც ახლოს იქნება იმიტომ რომ შეუძლებელია ეს ალბათ სხვაგან წავიდეს შეიძლება თუ არა ვთქვათ ისე რომ სტუდკავშირი და თვითმმართველობები ერთმანეთს დაემსგავსა საბოლოო ჯამში და მათ შორის განსხვავება მარტო პოლიტიკურ გემოვნებაში იყო მათი უკანდგომი ხალხის. ჩვენ გქონდა ამის რისკი, რა თქმა უნდა, და ჩემი სურვილი იყო, რომ ცენტრალიზებული სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურა დაშლილიყო და ყოფილიყო მხოლოდ საფაკულტეტო და თემატური. აი როგორც კლუბების გაერთიანებები, ანუ აი როდესაც იერარქიას აძლევს სტუდენტებს, ხო, იქ უკვე მიდრეკილება ჩდება იმისა, რომ ის გახდეს უკვე სისტემის და მოკლედ არსებული წყობის მხარდამჭერი. თუმცა სტუდენტურ თვითმმართველობაში შემდეგ წლებშიდაც ესე არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაინც მოვიაზრებოდით როგორც ხელისუფლების მხარდამჭერებში, შემდეგ თვითმმართველობებში ძალიან ჭრელი საზოგადოება იყო, მაგალითად პაპავა იყო რექტორი ერთი პერიოდი, როდესაც სტუდენტურმა თვითმმართველობებმა იმდენი გააპროტესტეს, რომ რექტორი გადააყენეს. მე სტუდენტური თვითმმართველობები ეხა გამჭირვალობის იგივე რუსული კანონის წინააღმდეგაც მიიღეს მონაწილეობა, ზოგი იქით არის, ზოგი აქეთ არის, იმის შემდეგ ძალიან ჭრელია და ესეთი ინტერესი როგორც იმ პერიოდში იყო, რომ აი რაღაცა გამადიდებელი შუშით ეყურებინებთ პოლიტიკოსებს, დღეს აღარ არის. ამიტომ დღეს ბევრად თავისუფლები არიან. ანუ თუ ადამიანი არის სისტემის მსახურეს მისინება და არავინ არ აძალებს, რომ გინდა თუ არა ჩვენთან იყავი, იმიტომ რომ ძალიან თავისუფალი არის დღეს, განსხვავებული არის ახალგაზრდების ცხოვრებაც, იმიტომ რომ დღეს ბევრი სტუდენტი თან მუშაობს. შეიძლება ის მომსახურების სფეროში, კურიერებათაც, ბევრი მუშაობს და იმ პერიოდში არანაირი დასაქმების საშუალება არ იყო სტუდენტებისთვის და ამიტომ ამას ჩვენ თვითონ ვაანალიზებდით, რომ სტუდენტებისთვის უნდა მიგვეცა თავის რეალიზების საშუალება რამე ფორმით და აი პროექტებს ზუსტად მაგით თავაზობდით და გარდა იმისა, რასაც ჩვენ გეგმავდით პროექტებს, იყო ასევე ფონდი კიდე გამოყოფილი ცალკე, სადაც თუ სტუდენტს რაღაცა იდეა ექნებოდა, განახორციელებდა ამ იდეას, ბიუჯეტის 1/3 მაგისთვის იყო გამოყოფილი და თუ ვინმე მოდიოდა ოპოზიციურად განწყობილი, მათაც ვაფინანსებით, რომ მე ჩვენს წინააღმდეგ არ ეთქვათ, რომ აი რაღაცა ჩვენ ახან ოპოზიციური სტუდენტები ვართ, არ გვაფინანსებენო, ასე რომ კარგი ურთიერთობა დღემდე შემორჩა იმ დროის აი ოპოზიციონერ სტუდენტებთან, იგივე ცოტნესთან, იგივე მურმანთან, ან სხვები, ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო. ყველასთან კარგი კეთილი და მტრობა აღარ ქონია, მოკლედ ესე რო ვთქვათ. თუმცა ამის მიუხედავად მაინც მოხდა ხოლმე რაღაცა კონფლიქტები, რომელიც შემდეგ დაიხუეს ხელზე და თითქოს თვითმმართველობამ რაღაცა სისტემურად მე მახსოვს ხშირად იყო ხოლმე რომ რაღაცა თვითმმართველობის ხალხმა ვიღაცა ეჭხუბა, ვიღაცა რაღაცა არც დროს მე არ ყოფილი ვარ იქ ადგილზე. მაგრამ ისე რა ხდებოდა შენც არ ყოფილიყავი? მოხდა ესეთი შემთხვევები, კი იყო ყველაფერი პიროვნულ და შეურაცხყოფის გამო, იმიტომ რომ სტუდენტები მაინც ხელგულზე არიან, ახალგაზრდები არიან, სისხლი უდუხთ და როდესაც რაღაცაზე კამათობენ, თუ ვიღაცა არა ზედმეტ სიტყვის შემდეგ უკვე გადადის პირად დაპირისპირებაში და აი რო გავიხსენოთ თუნდაც ახლა ჩვენი სტუდენტური თვითმმართველობის დროს, როდესაც ერთი ჩხუბი მოხდა და გიორგი ავალიანის წინააღმდეგ მთელი ამბები იყო, რომ ვიღაცას ეჩხუბა, იმ ადამიანთან დღესაც ახლოს მეგობრობს, ვისაც ეჩხუბა. ანუ იმდენად არ ყოფილა ეს პოლიტიკური თემა, მაგრამ ამას იყენებდნენ პოლიტიკოსები, რომ აი რაღაცა, თუმცა მე რო ყოფილიყავი გიორგი ავალიანი ალბათ არის ჩხუბებდა იმე ესე გონია. და მეორე შემთხვევაც იყო უკვე ჩვენ აღარ ვიყავით. სხვა მესამე თაობა იყო მე მგონი სტუდენტური თვითმმართველობის, რომელმაც დატოვეს მაგის გამო სტუდენტური თვითმმართველობების შემდეგ, ეხლა ციხეში არ ჩაუსვიათ ეს ვინც იჩხუბა, მაგრამ ვისაც ეჩხუბდნენ, ისიც ჩემი მეგობარი იყო და მოკლედ ანუ ყველაფერი პოლიტიკასთან არ იყო დაკავშირებული იმის თქმა მინდა, მაგრამ პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობდნენ გამოეყენებინათ ეს პროცესები, თითქოს ეს პოლიტიკური იყო. და იმ სტუდენტებს ეხლა პოლიციაში ახსნა განმარტებებით დააწერინეს, რომ ვინ არის აი კურატორი პირობითად ამ სტუდენტური ორგანიზაციების იმ პერიოდის მმართველობიდან, აი მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა ხელისუფლება, გადაბარდა უკვე ახალი ნაცები არიან, აი 2005 წელია უკვე ან 6 წელი. სამინისტრო, კი, მე და სამინისტრო ვიყავით, ოღონდ ჩვენი ხედვა ქონდა და ეს ხედვა იყო ის, რომ შეგვენარჩუნებინა ეს სტუდენტური თვითმმართველობის რაღაცა პარტიული მიუკერძოებლობა და რაც შეიძლება მეტი სტუდენტის იდეა წაგვეხალისებინა და დაგვაფინანსებინა. ხო, რა ეთყობოდა კავშირს თუ იმას თვითმმართველობას, რომ ეს პარტიული არ იყო. ანუ ჩემთვის როგორც იმ პერიოდის ნეიტრალური დამკვირვებლისთვის, რომელიც არ შეიძლება ღრმად არ იყო ამას ჩახედული. გარედან ჩანდა რომ ეს იყო ნაცმოძრაობის დანამატი. ისევე როგორც აი ეს მანამდე, რაც თქვენ კავშირზე თქვით, ის რომ ჩანდა რომ იყო შევარდნაძის ხელისუფლების დანამატი, როგორც დღევანდელი თვითმმართველობა ჩანს რომ ეს არის ქართული ოცნების დანამატი. მე ხო არ ვიძახი, იქ ბავშვები ცხადია რომ გემოვნება შეიცვლიან მილიონჯერ და ხვალდაზე საერთოდ არ იყვნენ რომელიღაც პარტიის წევრი, მაგრამ ის ორგანიზაციები, თვითმმართველობები
შექმნილი არის სულ შექმნილი იყო პოლიტიკური მოტივებით, როგორც კომუნისტების დროს იმას აქვე კონკავშირს რო ქმნიდნენ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური მოტივებით, რომელიც ემსახურებოდა აღზარდო, სათანადო პარტიული კადრი. აქაც ხო ზუსტად ეს არის აღზარდო პარტიული კადრი. ჩვენი მიზანი იყო ესეთი, სტუდენტი რომელიც ვერ ახერხებს დასაქმებას ვერსად, არ არსებობს ესე ვთქვათ თავისუფალი სამსახურები, არ არსებობს სტუდენტების დასაქმება, ამიტომ ჩვენ უნდა შეგვეწყო მათთვის ხელი ისე რომ ისინი მათ მოეხდინათ თავის რეალიზება და პროტესტი არ გაჩენოდათ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს რა თქმა უნდა ესე იყო. და სად უნდა დაგესაქმებინათ თქვენ? ჩვენ ამიტომ ვერ ვასაქმებდით ვერსად, თუ რამე იყო ან სტაჟირებები ამაში ხელს უწყობდით, მაგრამ დაფინანსებას ვაძლევდით იმისთვის, რომ თავიანთი პროექტები განეხორციელებინათ და ის ენერგია, სტუდენტური ახალგაზრდული ენერგია დაეხარჯათ სწორედ ესე. რა თქმა უნდა, ეს ირიბად ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, იმიტომ რომ ამდენ ახალგაზრდა შენ აკავებ, ათასობით არის ლაპარაკი და მე რო დავითვალე, სადღაც მაგალითად 2012 წლის ბოლოს ჩვენს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებში, რა ვიცი, 9 მილიონამდე ადამიანს აქვს მონაწილეობა მიღებული, დასწრებული, ან მოკლედ რაღაცა ფორმით აქვს რაღაცა კავშირი, ხო? ამიტომ რა ვცდილობდით, რომ ეს ახალგაზრდები ამ ახალგაზრდულ ცხოვრებაში რაღაცნაირად ჩართული ყოლოდა. და სამი ძირითადი მიმართულება იყო, ეს იყო არაფორმალური განათლება, რომელთაც ახალგაზრდებს ხელს უწყობდით, რომ აი დავუშვათ CV-ს წერა, ესწავლათ გასაუბრებაზე მოქცევის წესები, განცხადებების წერა, არასამთავრობოების შექმნა, ფონდების და დაფინანსების მოძიება, ესეც საკითხებზე ვეხმარებოდით. მეორე იყო საერთაშორისო ასპარეზზე ამ სტუდენტების ხელშეწყობა და ფაქტიურად არ დავტოვეთ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ქართველები არ იყვნენ უკვე წარმოდგენილი. ანუ ყველგან ვცდილობდით, რომ რაღაცა საქართველოს სახელი გატანილიყო და მესამე ეს რა თქმა უნდა გასართობი ღონისძიებები დაწყებული, რა ვიცი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბით და ეს ყველაზე ცნობილია და უამრავ ესეთი კონცერტები, სტუდენტური დღეები და მთელი ესეთი რიგი ღონისძიებები, რომელთაც მოკლედ სტუდენტური ცხოვრება აბსოლუტურად სხვა დონეზე იყო, ვიდრე შევარდნაძის პერიოდში. ნუ მაშინ საერთოდ ჩამკვდარი იყო ყველაფერი და მხოლოდ ეს ვიწრო სტუდენტური კავშირი იყო და აი უკვე ჩვენ პერიოდში, რა თქმა უნდა, სტუდენტების მასობრივი ჩართულობა ხდებოდა ამ ღონისძიებებში და რა თქმა უნდა, ირიბი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ ეს სტუდენტები გაგვეჩერებინა, არ წასულიყვნენ საპროტესტო აქციებზე და რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხარდაჭერები ყოფილიყვნენ, მაგრამ შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა და ბერად ჩაერთო, ახალგაზრდების ძირითადი ნაწილი იქით გადავიდა და დაუმარცხდით. მახამდე მივიდეთ. მე მაინტერესებს კარიერული გზა. პოლიტიკურად წარმატებული სტუდენტის. როგორ რას სთავაზობს იმ პერიოდის პარტია, ესე რომ ვთქვათ, და ხელისუფლება იმ ხალხს, რომელიც ერთგულად მუშაობს უნივერსიტეტებში სტუდენტებთან. მაგრამ დაამთავრეს, ახლა სტუდენტები ვერ იქნებიან, მარადმწვანე სტუდენტი ვერ იქნები სულ, რადგან დაამთავრებ ამას. აი ეს კარიერული გზა სად გადადის? აი სად ასაქმებენ ასეთ ხალხს, რომელთა საქმისადმი დამოკიდებულება, ენერგია შემოწმდა სისტემური დამოკიდებულება ამის მიმართ არ ყოფილა, მაგრამ იყო ჩემი ძალიან ბევრი ინიციატივა, ისეთი, რომელთაც ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი სხვადასხვა ადგილებში მე ჩემი რეკომენდაციებით საქმდებოდა. და დღეს ყოფილი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რა ვიცი, მართლა სხვადასხვა პოლიტიკურ სფეროშიც არიან და ზოგი წარმატებულია ბიზნესში, ზოგის და ამ კუთხით ვთვლი, რომ რაღაც წვლილი მიმიწვის ახალგაზრდებისთვის რაღაც ცხოვრების უკეთეს ეტაპზე გადაყვანაში, მაგრამ შემდეგ მოხდა ესეთი რაღაცა, რომ თვითონ სააკაშვილი დაინტერესდა უკვე, რომ დაინახა რაღაც აქტიური სტუდენტები ვიყავით, შეხვდა ვიწრო წრეს და იმდენად მოიხიბლა ამ ახალგაზრდა თაობით, რომელიც თან აკრიტიკებდა სააკაშვილს და პირდაპირ ღიად ესაუბრებოდა, მაგრამ თან ამავე დროს ოპოზიციაც არ მოწონდა. როგორც დღეს არის რა, რომ ესე იგი რაღაცა გამოსავალს ოპოზიციაში ვერ ხედავს და ისევ შიგნით რო გონია, რომ არსებობს რესურსი, რომ რაღაც უკეთესობა გააკეთო და იმდენად მოიხიბლა, რომ ყველა მიმართულებით ფაქტიურად შემდეგ მოხდა წახალისება ახალგაზრდების, რომ რაღაც გარკვეული პარტია განახლებულიყო და უნივერსიტეტიდან ესე ვთქვათ, ან უნივერსიტეტიდან მიცემოდა შესაძლებლობა, რომ თუ პარტიაში მოვიდოდნენ, ყველაფერს გააკეთებდნენ, რაც მათ სურდათ, რაც რა იდეებიც მათ ჰქონდათ და ამათ ყველას ხვდებოდა სააკაშვილი და თან მისი სურვილი იყო, რომ შეხვედროდა კრიტიკულად განწყობილ და ნეიტრალურ სტუდენტებს, იმიტომ რომ თითქოს მისი მხარდაჭერები, სადაც უკვე მისი იყო, ეს აღარ აინტერესებდა და აი თუიმე რამე განსხვავებულს ეთყო და ყველასთან უნდა საუბარი და შეხვედრებზე ატარებდა ფაქტიურად აი ბოლო 2011-2012 წლებში, ვიცი, ათასობით სტუდენტს არის შეხვედრილი დახურულ კარს მიღმა და ყველასთან ისე საუბრობდა ღიად, გულწრფელად და იცოდა თავისი ნიჭის შესაძლებლობა, რომ აი პირად და უშუალო ურთიერთობით ის მოხიბლავდა ძალიან ბევრ ადამიანს და ყველა სტუდენტი, რომელიც მანამდე კრიტიკული იყო ან
ნეიტრალურად განწყობილი იყო, უკვე ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის, ისე ვთქვათ, და რა ხიბლავდათ თქვენი აზრით? ის რომ ესეთი ძლევამოსილი ფიგურა ხდება ახალგაზრდას, თავს უყადრებს, ხელს ართმევს, ეხუმრება და ეს, რა თქმა უნდა, ადამიანს ახალგაზრდას შოკში აგდებდა, რომ პრეზიდენტი დღეს მე თუ ესე მელაპარაკება, ესე იგი გზა გახსნილი მაქვს უკვე და ყველაფერს. ხომ არა, ამ დროისთვის უკვე მომხდარია გირგულიანის кейსი ამ 7 ნოემბერი. ბევრი უკვე საეჭვო რაღაცებით დამძიმებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არ ახდენდა მას და სტუდენტებს შორის ურთიერთობაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი იყო, რომ არავის არ ჯეროდა, რომ ამაში სააკაშვილი იყო პირადად ჩართული და ყველა უკავშირებს ისე როგორც არის, რომ სტალინმა არ იცოდა დახურეტების შესახებ, დაახლოებით ეგეთი დამოკიდებულება ხდება ხოლმე მაგ დროს, რომ სააკაშვილი არის სუფთა ამ ყველაფერში, გუნდმა ვიღაცემა დააშავეს და იმ გუნდს ჩვენ ჩავანაცვლებთ. ანუ მეც ესეთი დამოკიდებულება მქონდა, რომ ის გუნდი, რომელიც სააკაშვილის პერიოდში, სააკაშვილის გარშემო იყო, ნელ-ნელა ჩვენი გუნდით და ჩვენი თაობით უნდა ჩანაცვლებულიყო. და ეს რა თქმა უნდა ხარდაჭერას უზრდით ამას. თქვენ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იყავით. ეგ რა ორგანიზაცია, მისი მიზნები რა არის და მან როგორ ხდება დაწინაურება? თუ პარტიას გულისხმობ, პარტიაში მოხდი ისე, რომ პარტია ძალიან დასუსტებული იყო 2009-2010 წელში და მაშინ ჩააბარეს პარტიის რეორგანიზაცია ლაშა-მაკაცარიას, რომელიც იყო კმარელი და შემდეგ იმერეთის გუბერნატორი გახდა და ერთ-ერთი რავი წესიერი პატიოსანი და დღეს არც რამე ბიზნესი აქვს, არც არ მიმუშაობს და ზუგდიდში ცხოვრობს თავისთვის პატიოსნად, ესეთი ძალიან ერთგული და ესე წესიერი ადამიანი იყო. და ვინაიდან მიცნობდა ჩემს შესაძლებლობები იცოდა და მე უკვე სტუდენტების ფართოქსელი მქონდა ყველა ქალაქში ფაქტიურად, ანუ ჩემი სამეგობროები იყვნენ ყველა სტუდენტურ თვითმმართველობებში, ეს იყო თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდში და აჭარაში. ყველგან ამას რო ხედავდა, რომ ასეთი აქტიური ვიყავი, მთხოვა რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეფორმა ჩამეტარებინა და ამ კუთხით ჩავატარეთ ეს რეფორმა და მაშინ გავხდი ხელმძღვანელი და შემდეგ უკვე სამინისტრო შეიქმნა სააკაშვილის მიერ და სამინისტრო სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიქმნა და ეს იყო ის განაცხადი, რომ ესე იგი სააკაშვილი აპირებდა ახალგაზრდული პოლიტიკისთვის რაღაც დიდი მნიშვნელობის მინიჭებას. მინისტრად დაინიშნა ლადო ვარძელაშვილი და ახალგაზრდული დეპარტამენტი მე ჩამაბარეს და პარტიას დავანებით თავი, პარტია გადავაბარე ახალ თაობას, ახალ სტუდენტებს და მე სამინისტროდან კურირებდი უკვე ამ ახალგაზრდულ პროექტებს, სადაც გადმოვიტანა იგივე პრინციპი. მქონდა ასევე ფონდი, ორი ფონდი მქონდა, ერთი უშუალოდ სამინისტროში, ერთი სიპი იყო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების და სადაც ნებისმიერ სტუდენტს ახალგაზრდა შეეძლო მოსულიყო და დაფინანსება აეყო. ჩვენ დავდიოდით უნივერსიტეტებში, რომ ოღონდ მოდით და რაღაცა იდეა გითხარით, ყველაფრისთვის მზად ვიყავით, რომ მათთვის მიგვეცა დაფინანსება. და ვფიქრობთ, რომ აი ეს ყველაზე აქტიური და ძალიან გამომაცოცხლებელი პერიოდი იყო ახალგაზრდულ ცხოვრებაში იმ პერიოდში. და რას აკეთებდა ეს ორგანიზაცია? ყველანაირ პროექტს აფინანსებდა, რაც გითხარით, აი სამი მმართველობა ძირითადად, ეს არაფორმალური განათლება, საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა სტუდენტების და გასართობი ღონისძიებები. ანუ მთავარი იყო, რომ ახალგაზრდას თავისთავი სადღაც რეალიზება მოეხდინა, თუ ორგანიზატორობა სურდათ და თუ მონაწილეობა უნდოდა და განსაკუთრებით რეგიონებს ვაქცევდი ყურადღებას და ძირითადად რეგიონებში ვაკეთებდი უამრავ ღონისძიებას. ერთ-ერთი რო გავიხსენო, მაგალითად DJ-ების ფესტივალიც ჰქონდა, რაც მაშინ ახალი სიახლე იყო ელექტრონული მუსიკა და ჭიათურაში ისეთი ამბავი გამოიწვია, ყველა ჭიათურელი ახალგაზრდა იქ წავიდა და ისეთი ლეგენდები გავრცელდა, ცუდი ოღონდ, რომ თითქოს იქ რაღაცა გარყუნება მოხდა ან რაღაცა ისეთი, რომ მე ამბობდნენ, რომ ჭიათურის მამაო მარაზი არა, ჭიათურელი ახალგაზრდები ვინც იმ ფესტივალს დაესწრო იქ. თუმცა ეს ძალიან დიდი სიახლე იყო იმ პერიოდში და რაღაცა ჩამყდარ რეგიონებში, სადაც არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, უცებ ჩვენ შევიტანეთ რაღაცა გასართობი ღონისძიებები, კონცერტები, რაღაცა ფესტივალები და ამ კუთხით გამოვაცოცხლეთ რეგიონები. აი თქვენს წიგნში ერთი საინტერესო თავია, სადაც თქვენი პროკურატურასთან ურთიერთობა აღწერილი. სადაც მე რასაც ვკითხულობ, არ ვიცი, შეიძლება თუ რამე არასწორად ვამბობ, მაშინ დამიკორექტირეთ. სადაც გამოდის, რომ ამა თქვენს ბიზნესს ართმევდნენ პროკურატურის თანამშრომლები. ეს როგორ ხდება მაშინ, როდესაც თქვენ პარალელურად ხართ წარმატებული ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წევრი, რომელიც სხვადასხვა პროექტებს კურირებს და პარალელურად პროკურატურა გიბარებს და მამა თქვენს ქონებას ართმევს.
ეს რანაირად არის შეთავსებადი ერთმანეთთან? არ არის შეთავსებადი, რა თქმა უნდა და ეს იყო ჩემი წინააღმდეგობის და გულდაწყვეტის სერიოზული მიზეზი. როგორც კი დავინიშნე დეპარტამენტის უფროსად, მალევე გახდა ცნობილი, რომ რაღაც მამაჩემის მიმართ რაღაცა კითხვები ჰქონდათ. ჯერ ამ ეს თემა გაიწელა ძალიან, რომ ვერ გავიგეთ ზუსტად რა კითხვები ჰქონდათ. მამაჩემი ვინა ბიზნესმენია ამ დროს? მამაჩემი ჩვეულებრივი ხო ბიზნესმენია, 91 წლიდან მანამდე ეროვნულ მოძრაობაში იყო და 91 წლიდან თავის პატარა ბიზნესი დაიწყო და ყველაფერი გადახდა, რაც კი ქვეყანაში უბედურება ხდებოდა. ეს დაწყებული მხედრიონელებით, ქუჩით, ქურდებით, შევარდნაძის პოლიციით, ანუ ბიზნესის წართვემა და ტრიალი ამ რაღაცა მამაჩემის გარშემო სულ ეს თემა ტრიალებდა და თითქოს აი ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაფერი დაალაგდა, ჩაწყნარდა და მოგვარდა ყველაფერი, მაგრამ აი უცებ არსაიდან აღმოჩნდა, რომ ეხა პროკურატურას აქვს რაღაც ინტერესები. და ჩემი ნაცნობობით და ესე შეწუხებით, რომ ჩემი ინიციატივით, ანუ რა გაინტერესებთ, რა გინდათ ამ კაცთან და რაღაცა, ну აღმოჩნდა, რომ პროკურატურა პირდაპირ გითხრა, რომ ნახევარი ბიზნესი უნდა დათმოთ. რატო, რისთვის ამას არ მეუბნებოდნენ? ну ესია საჭირო ყველა რაღაცას თმობს. და პრობლემა ეგ იყო ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ანუ ადეიშვილს ჰქონდა ესეთი სისტემა შიდა გუნდის დაჭერისთვის რომ ყველასთვის რაღაცა პრობლემა უნდა შეექმნა რომ თუ ვინმე სადმე გავიდოდა ამ პრობლემას ამოუტრიალებდა და ან რაღაცა შეედავებოდა ან რაღაცას წაართმევდნენ და ჩვენ რომ იმ პერიოდში მაგალითად ხმა მოგვეღო ძალიან და პირიქით ამ საჯაროდ გველაპარაკა მაშინ იყო ესეთი კანონი რომ ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა უფლება შესულიყო ნებისმიერ ბიზნესში დაეკეტა, დაელუქა, შეგიწყვეტდნენ ყველაფერს, სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა და სანამ სასამართლო არ გადაწყვეტა. ფაქტობრივად შეერი დარჩებოდა. ამიტომ ეს წინააღმდეგობა შიგნით ჰქონდა და გუნდში ამას ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი მითანაგზნობდა, ბევრი მხარს მიჭერდა და ცდილობდა დახმარებას, მაგრამ რეალურად ვერავინ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, იმიტომ რომ სააკაშვილის შემდეგ ვინც იყო ყველაზე გავლენიანი ფიგურა, იყო ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი. შემდეგ უკვე სხვა გუნდი იყო და მე უკვე დანარჩენები და აი მეც რო ესე მეკცეოდნენ, სულ მეუბნებოდნენ გარშემო და მით უმეტეს ახალგაზრდებმა, როდესაც გაიგეს, ყველას გული ქონდა აცრუებული, რომ აი შენ რო ესე გეკცევიან, წარმოიდგინე რომ ვინც არ არის დაუშვათ ეხა ამ გუნდის წევრი, იმას რას უზავენ. მართლაც ესე იყო, რომ ანუ მე ჩემი იქ ყოფნით თითქოს აი ვაჩერებდი ამ სამართლობას, დიდად ესე აქტიურად აღარ მებრძოდნენ, მაგრამ უნდა დამეთმო მაინც ქონება და ვითხოვდი ადეიშვილთან შეხვედრას. ვარძელაშვილი ძალიან მეხმარებოდა მაგ კუთხით, რომ შეხვედრა გამეკეთებინა და ანუ ჩემი საკითხი გარკვეული იყო, ანუ რა უნდათ ეს ჩამოყალიბებულად არც არავინ მეუბნებოდა, იმიტომ რომ რასაც ისინი ამბობდნენ, რომ აი დაუშვათ ჩვენ კითხვები გვაქვს ამ თემაზე, ყველაფერზე პასუხი მქონდა გაცემული, ანუ არაფერი უკანონო ან რაღაცა უნებართვოდ არაფერი არ მქონდა გაკეთებული. და უпроსტად მამაჩემს. და მოხერხდა ესე რომ ერთ-ერთ სტუდენტურ შეკრებაზე მოვიდა ადეიშვილი და იქ შევხვდი და ველაპარაკე რომ მე ვთხარი ყველაფერი კანონიერად მაქვს მეთქი და თქვენი პროკურორები რაღაცას მედავებიან ისე რომ რატო უნდა დაუხთმო ვინმეს რა მეთქო და გაიცინა და მითხრა რომ მოიკითხავდა ამ საკითხს და რაღაცა პრობლემა აღარ იქნებოდა და შემდეგ როგორც დაალაგდა თემა ესე იყო რომ შევთანხმდით ესე პროკურატურასთან რომ რაღაცა მაინც უნდა დამეთმო სახელმწიფოსთვის იმისთვის იმიტომ რომ ყველა რაღაცას თმობდა და ყველა რაღაცას ჩუქდა. რამდენი პროცენტი დაგასოვინეს დაახლოებით? დაახლოებით აი წარმოიდგინე 30% ოღონ ისეთი რითაც სარგებლობდით, ისეთ რაღაც ქონება უნდა მიუკვეცა მოკლედ რა და ეს ამით თითქოს ამოიწურებოდა ეს ყველაფერი და მზად ვიყავი, ოღონ ვფიქრობდი რომ აი როდესაც უფრო ახლოს ვიქნებოდი სააკაშვილთან, მე სააკაშვილს აუხსნდი ამ ყველაფერს და გამოსავალს ხედავდი მაგაში რომ მეჯერა რომ აი მიშა ამ კუთხით გამეხმარებოდა. რომ მიშამ არაფერი არ იცის ის პერიოდია? ხო, ეხლა პირადად ჩემი თემა არ ეცოდინებოდა ნამდვილად, ხო. პირადად ჩემი თემა ხო არ არის. ეს ზოგადად სისტემური მიდგომა იყო მათი, რა თქმა უნდა, რომ ესე უნდა ყოფილიყო როგორც კონტროლი, ასევე წართვმები, რაც მათი ერთ-ერთი დამღუპელი თემა იყო, რა თქმა უნდა. და იმ პერიოდში რომ შევთანხმდით, კარგი ამას გავაკეთებთ, უცებ გამოჩნდა შემდეგ ბიძინა ივანიშვილის წერილი და მთელი პროკურატურა უკვე გადაერთო ივანიშვილზე და ჩვენ ეს შიდა წრეში ვისაც ჰქონდათ რაღაცები დაჭერილი ყველას თავი დაგვანებეს. ანუ გადარჩა შენი ქონება? გადარჩით და ხო, თან რა იყო, იცი, იუსტიციის სამინისტროში ჰქონდათ რაღაცა ესე ვთქვათ არა კანონიერი განყოფილება, რომელიც ესე ვთქვათ, წითელ ბანს ადებდა ნებისმიერ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. აი რომ ისულიყავი და 4 დღეში ხო პასუხი უნდა გაგცენ რაღაცას რეესტრში, ხო? რეესტრი გიჩერებს ამ ყველაფერს და პასუხსაც არავინ არ გეუბნება. გეუბნება ეს გოგონა ან ბიჭი, რომელიც იგზის, რომ მიმართეთ სასამართლოს. ან პასუხი არ არსებობს. ანუ რატო არ გირეგისტრებენ რაღაცას, რატო ვერ ყიდი რაღაცას, ამას ვერ ხვდები ვერა. აქედან დაიწყო ჩემი კითხვებიც, რომ რატომ ეკცევიან ესე, რომ ანუ იუსტიცია, რომელიც არის გამჭირვალე და ყველასთვის ესე
ხელმისაწვდომი და ყველაფერი ხდება, ესეთი რაღაცა რატო ხდება, რომ პასუხსაც არ მაძლევენ, რატო არის ჩემი საკითხი გაჭედილი. და მოკლედ აქედან დაიწყო ეს გამოძიება და როგორც კი წავაგეთ არჩევნები ნაციონალებმა, ეგრევე ეს ბანი და ეს განყოფილება საერთოდ გაუქმდა და ყველაფერი დარეგისტრირდა, რაც შეტანილი მქონდა ავტომატურად. ყველა გაქრა ყველაფერი. შენ თქვი რომ ბერა რო გამოჩთაო ეს ახალგაზრდულის და ყველა ხალხი იქით გადავიდაო და ეგ პროცესი როგორ მოხდა და რატო გადავიდა? რა შესთავაზა ბერამ? ფული შესთავაზა, სამართლიანობა შესთავაზა შენი აზრით? ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა. ანუ მანამდე ოპოზიცია რაც იყო ესე ვთქვათ დისკრედიტირებული ოპოზიცია, რომელსაც სააკაშვილი ადვილად ამარცხებდა, მაგრამ ივანიშვილი იყო იმდენად მითოზური ფიგურა, ის რომ შემოვიდა პოლიტიკაში, რაც უკვე გაჩნდა არა მარტო პროტესტი სააკაშვილის წინააღმდეგ, რაც ისედაც იყო და არ აკლდა ხო, არამედ უკვე იმედი გაჩნდა. ანუ ეს არა მარტო ესე იგი დაგვამარცხებინებს სააკაშვილს, არამედ უკეთეს მომავალსაც შექმნისო. ესეთი განცდა გაჩნდა და რა თქმა უნდა ნაციონალების ხაზი, მთავარი ხაზი იმის წინააღმდეგ ის იყო რუსული პროექტი და ვინც არ უჭერდა ბიძინა ივანიშვილის ხარჯს ზუსტად ამიტომ რომ ისევ რუსულ პროექტს ჯობია რომ სააკაშვილის ხელისუფლება იყოს და ახლობით ესეთი ლოგიკა იყო, მაგრამ ბერა რომელიც ახალგაზრდა იყო იმ პერიოდში ნანუკა ჟორჟოლიანმა ძალიან გააპიარა და რაღაცა კეთილი ბიჭის ის ქონდა რა ქვია სახელი ქონდა და ახლოს იყო ვინც უშუალო ადამიანი იყო ძალიან, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი წარმატებული ახალგაზრდა მათ მხარეს გადავიდა და კონცერტებზე ესწრებოდნენ ბერა მაშინ კონცერტებს ატარებდა და აი გამოიკვეთა რა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მას, რომ ეს მთელი ახალგაზრდები მის კონცერტებზე მიდიოდა და ეროდნენ მასთან ერთად და აქ უკვე ჩვენი ახალგაზრდული პროექტების შეთავაზებები უკვე უძლური იყო. როდის მიხვდით ამასო პრობლემა ჰქონდათ? აი ახალგაზრდული თვალსაზრისიდან როდის იყო ეს დანახვადი? 2012 წლის ზაფხულში ალბათ როდესაც უკვე დაიწყო აქტიური კამპანია და შეხვედრები და რეგიონებში გასვლები და ციხის კადრები როდესაც მოხდა, მან ჩამოიშალა ყველაფერი, იმიტომ რომ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ჩვენს შიდა გუნდშიც მოხდა მორალური ჩამოშლა და ჩვენ უკვე ხელები ჩამოვყარეთ. ანუ ესეთი შეცდომის გაპარვა, ან ესეთი დანაშაულის გაპარვა და აქ უკვე ვეღარ იტყვი რომ სააკაშვილმა რამე არ იცოდა, იმიტომ რომ თუ არ იცოდა, ეგეც ძალიან დიდი მინუსია, რომ ესეთი რაღაცა უნდა სწოდნოდა. თუმცა ვიცი რომ შეგიძლია ძალიან დიდი ამბავი იყო შემდეგ ამ ციხის კადრების შემდეგ ჩხუბი იყო დიდი და ბაჩუახლაიას აბრალებდა ყველაფერს, მაგრამ რეალურად ბაჩუახლაია უკვე 4 წელი თავდაცვის მინისტრი იყო, მაგრამ მის პასუხისმგებლობას აკისრებდნენ იმის გამო, რომ თითქოს მის დატოვებული კადრები იყო და აი ამ კადრებს არ უნდა რომლებიც შემდეგ დაიჭირეს ყველანი. მაგრამ ეხლა უშუალოდ აქ ბაჩუახლაიას არ წაუყენეს ბრალი ამ საკითხთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მას აბრალებდა, რეალურად მას ამ კუთხით წვლილი არ ჰქონდა მაგ თემაში, მაგრამ ეს ხო სისტემური პრობლემა იყო, ეს ხო ხელისუფლებას ესეთი რაღაცა არ უნდა დაეშვა, რომ ესეთი რაღაცა მოხდებოდა ციხეში და ამიტომ ჩვენც უკვე ეს ახალგაზრდული გუნდი ვინც ვიყავით, ფაქტიურად აღარ აქტიურობდით, ესე ვთქვათ, წინასაარჩევნო პერიოდში და იმისას, როდესაც ჰქონდა მაგალითად დინამოზე დიდი შეკრება, იქიდან ახალგაზრდულის უმრავლესობა, ადგა და მოსვენასაც აღარ შეეძლოთ უკვე მიშასი, ბევრი წავიდა იქიდანაც. ამიტომ უკვე აი მაგ პერიოდში ხედავდით, რომ შეგინან ძალიან ჩამოშლილი იყო სისტემა და მეც ძალიან გული მქონდა აცრუებული ამ ბევრი მიზეზის გამო უკვე რომელიც დაგროვდა და გული მწყდებოდა, რომ როდესაც ესე ამდენ კარგ რაღაცას აკეთებ, ვიღაცები რო ცუც აკეთებენ, იმის გამო შენ გენგრევა ყველაფერი და შენზედაც გადმოდის ის პასუხისგებლობა. ამიტომ ამ პასუხისგებლობას გზნობდი მეც და საერთოდ პოლიტიკაზე ამიცრუდა გული და იმის შემდეგ საერთოდ შევეშვი და აღარ ვარ დღემდე ჩართული პოლიტიკაში და მხოლოდ აკადემიური საქმიანობით ვარ დაკავებული, ვკითხულობ ლექციებს და ვაგრძელებ მამაჩემის ბიზნესს. და ქართული ოცნება რომ მოვიდა პირობითად თქვენი გდახვდით ამ სიტუაციაში. აი ეგ გადაბარება გადმოვარების პროცესი როგორ ხდება პირობითად და აქ რამე გაუგებრობა ხო არ ყოფილა? არა, არავითარი გაუგებრობა არ იყო, პირდაპირ ხელისუფლების მხრიდანაც, ანუ ნაციონალების მხრიდანაც იყო დირექტივა ის, რომ ყველაფერი მშვიდად და ცივილიზებულად უნდა გაკეთებინა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების გადაბარება უნდა მომხდარიყო არჩევნების გზით. და ამიტომ ყველაფერი მოხდა ცივილიზებულად და კორექტულად, აბსოლუტურად გადავაბარეთ ყველაფერი, ყველა პროექტი და
დავემშვიდობე და წამოვედი. ანუ არ მინდოდა არც ახლა ოცნებაში ვერ გადავიდოდი და ნაციონალებში დარჩენაც არ მინდოდა. მაგრამ ერთი პირობა იყო შიდა გუნდში განხილვა ის რომ თუ დავრჩებოდი ნაციონალურ მოძრაობას უნდა ეღიარებინა თავისი შეცდომები, ოღონდ ეს უნდა ყოფილიყო კამპანიის სახით, რომ აი შეცდომები და ის ხალხი ვინც ამ შეცდომებთან იყო რაიმე ფორმით დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობიდან უნდა გაწეულიყვნენ. ანუ უნდა მოხდარიყო აბსოლუტური განახლება ამ ყველაფრის და ამის მცდელობები იყო შიდა გუნდში ამ აზრს ბევრი უჭერდა მხარს, მაგრამ მაინც ესე არ მოხდა. და მაინც თითქოს ის იმ აზრმა გადაწყვიტა რომ აი ეს რაც არის შეცდომები ახალი ხელისუფლება უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და ჩვენი შეცდომები ამით ჩამოირეცხება და ბუნებრივად ჩამოიშლება ახალი ხელისუფლება და ისევ ჩვენ მოვბრუნდებით და ეს ჩემთვის მიუღებელი იყო და აღმოჩნდა რომ მცდარი აზრი იყო იმიტომ რომ 13 წელია ეს ხელისუფლებაც უშვებს შეცდომებს მაგრამ ჯერჯერობით ისევ ნაციონალური მოძრაობა ისევ ბუარი და სააკაშვილი ისევ ბუარი ამ ხელისუფლების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი, რომელიც გამომჩა და ამ შენი უცნაური ახალგაზრდული ბიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ალბათ საინტერესო იყო კიდე როგორ მივედით ომამდე, აგვისტოს ომამდე, იმიტომ რომ დღეს ხა მთელი კამპანია იმაზე დგას, რომ აბა ომი გინდა და ომი რა თქმა უნდა ყველას ომის არავის არ უნდა და არც მე არ მინდა და ამას გამორიცხავთ, მაგრამ იმ პერიოდში კი ჩვენ გვინდოდა. იმ პერიოდში ჩვენ ვიყავით რევანშისტულად განწყობილი ახალგაზრდები და ოღონდ ჩვენი აღქმა არ იყო ისეთი როგორც დღეს არის, იმიტომ რომ დღეს ყველამ ვიცით, რომ თუ ომი იქნება, ამ ომში უპირისპირდები პირდაპირ რუსეთს და განწირული ხარ და ომს აზრი არ აქვს, მაგრამ იმ პერიოდში ჩვენ მქონდა განცდა, რომ თუ იგივე ომი განმეორდებოდა როგორც 90-იან წლებში, ჩვენ ვიყავით იმდენად უკვე შემდგარი სახელმწიფო, იმდენად ჯარი მაღალ სტანდარტებზე გადისციპლინირებული იყო და შეიარაღება იმდენად ძლიერი ჰქონდა, რომ ჩვენ იმ ომს, რომელიც 90-იან წლებში იყო, იმ ომს მოვიგებდით აუცილებლად. ამიტომ ჩვენი განწყობა სწორედ ამაზე იყო და მე აქტიურად მონაწილეობდი რუსული ბაზების, სამხედრო ბაზების გაყვანის წინააღმდეგ აქციებში, ამას ვაორგანიზებდი და ჩვენი სურვილი იყო, რომ აი მე რეზერვის შექმნილიყო და რეზერვის შექმნაში მონაწილეობა მივიღე და ეს სტუდენტები ვინც ვიყავით, ყველანი წავსულიყავით და რაღაც მონაწილეობა მიგვეყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. და განცდა რევანშისტული იყო, განცდა სიბრაზე ქონდა ძალიან დიდი იმ პერიოდში იმ სეპარატისტების მიმართ, იმ დაქირავებული ბოეკების მიმართ, რომლებიც მათ ქართველები და უდანაშაულო ხალხი დახოცეს, გენოციდი მოაწყვეს, რომელსაც მე ვთვლი რომ გენოციდი იყო აფხაზეთში და არა მხოლოდ ეთნიკური წმენდა იყო და აი ამ კუთხით ჩვენ რა თქმა უნდა ვიყავით მილიტარისტულად განწყობილები და გვქონდა სურვილი რომ შური გვეძია. და ამ წიგში ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე რა განწყობებით იყო, მაგრამ შემდეგ როდესაც პირდაპირ შევეჯახით რუსეთს, რომელიც შემოიჭრა პირდაპირ და ისე აღარ აწარმოა მან ომი როგორც 90-იან წლებში, ანუ რაღაც ფარულად კი არ ეხმარებოდა და ფარულად იარაღს კი არ აწვდა, მაგრამ პირდაპირ შემოვიდა, უკვე შევეჯახით ისეთ კედელს, რომ მივხვდით ომის გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვეღარ აღდგება. და მან რა შეცვალა ამ ომმა თუნდაც თქვენ დამოკიდებულებაში აი იმ პოლიტიკასთან რაც ქონდა იმ პერიოდში ხელისუფლებას მათ შორის აი ეს ჟღარულის პოლიტიკა დიდად არ შეუცვლია თვითონ სააკაშვილისთვის და ხელისუფლებისთვის, მაგრამ დანარჩენ საზოგადოებაში გააჩინა ომის კომპლექსი და შიში, რაც 90-იან წლების შემდეგ ესე არ იყო, იმიტომ რომ 90-იან წლების ომი მაინც როგორ იყო, რომ სადღაც რეგიონში ხდება ომი, მიდიან ქართველი ვაჟკაცი ბიჭები და იმის გამო, რომ სათანადო აღჭურვა არ აქვს, სათანადო იარაღი არ აქვს, ამის გამო ვაკებთ და ხელისუფლება გვყავს ისეთი, რომელმაც ჩააბარა თითქოს ეს ტერიტორიები. ხა მე შორს ვარ მაგაზისკენ, რომ შევარდნაძეც ძალიან კმაყოფილი იქნებოდა თუ ეს კონფლიქტი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდებოდა, მაგრამ ანუ ყველანი აბრალებდა შევარდნაძის უსურობას და აი ხა ოდესაც ყავს ძლიერი ლიდერი, ძლიერი ჯარი, რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნებოდა რომ ესეთი სახის კონფლიქტი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყვეტილიყო და მახსოვს ის ერთი ბედნიერი დღე, როდესაც ვიცოდი რომ ცხინვალი აიღეს ქართველებმა და თვლიდით რომ გავიმარჯვეთ და ეს სიხარულიც მაქვს აღწერილი ამაში რომ აი აბედნიერები ვიყავით მაშინ როდესაც იმ დღეს ჩავთვალეთ რომ ცხინვალი ავიღეთ და სამწუხაროდ მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა ეს და მე უკვე დაიწყო ისეთი დაბომბვა ქართული პოზიციების რომ ყველა პოზიციები დავკარგეთ. და ამან დააკომპლექსა მთელი ქართველი ხალხი და დღეს ფაქტიურად ომი გამოირიცხა, რომ ამ ომზე რიტორიკა და ოპოზიციის პრობლემა დღეს ეს არის, რომ არ ამბობს ცხადად, რომ მისთვისაც გამორიცხულია ომი. ეს რიტორიკა არ არის კარგად ჩამოყალიბებული ოპოზიციის მხრიდან. და ამაზე ცხადად უნდა ვთქვათ, რომ ომი გამორიცხულია. მაშინ ბოლოს ასეთ შეკითხვას დავსვამ. აი დღევანდელი გამოცდილებით, როგორც დღეს უყურებთ თქვენ წარსულ საქმიანობას. რას გააკეთებდით განსხვავებულად
და რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან თქვენს ადგილას. დღეს არიან თვითმმართველობის წარმომადგენლები და დღეს ეხმარებიან ხელისუფლებას იმ მიზნის განხორციელებაში, რასაც თქვენ მაშინ აკეთებდით. მე ვთვლით, რომ იმ პერიოდში გულწრფელი ვიყავი, ყოველთვის გულწრფელი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ბევრი ჩირქი მოწყეს კმარასაც, სტუდენტურ თვითმმართველობებსაც, ნაციონალურ მოძრაობასაც, ჩემი გადმოსახედიდან მე ყოველთვის გულწრფელი ვიყავი. მაგრამ ფაქტია ის, რომ ახალგაზრდებს არ უხდებათ ხელისუფლების მხარდაჭერად ძალიან აქტიურობა. ახალგაზრდებს უხდებათ ცოტა თავქარიანობა, ცოტა წინააღმდეგობა, ცოტა ახალი იდეებისთვის ბრძოლა, ვიდრე ის, რომ რაღაცა ჩაიცვა კოსტუმი და რაღაცა ხელისუფლების მხარდაჭერით ფიგურად წარმოჩინდე. პოზიციონირდე და ეს უბრალოდ ამას ურჩევდი, რომ იყვნენ თავისუფლები, იყვნენ ლაღები, ამ ბიუროკრატიულ აპარატებს შეეშვან და უფრო მეტი თავისუფლება მოუხდებოდათ. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. თქვენ